სინამდვილეში საკუთარი ტვინის დაპროგრამება არის საკმაოდ მარტივი ამბავი. დღეში თუ დავუთმეთ 1-5 წუთი. ტვინი პროგრამდება გამეორებით და წარმოსახვით. მაგალითად, თუ მე წარმოვიდგინე საკუთარი თავი, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში უფრო თავდაჯერებულია. ოღონდ წარმოვიდგინე როგორ იმისთვის რომ ქვეცნობიერი დავაპროგრამოთ, თვალი უნდა დახვიჭო. წარმოვიდგინე რომ კინოთეატრში ხარ და შენ წინ არის დიდი ეკრანი. ამ დიდ ეკრანზე ხედავ ვიდეო კლიპს, ზუსტად ისე იქცევი როგორც შენ. აი მაგალითად, გეჯავრება სპორტი. რომ დაინახო მაგალითად საკუთარი თავი, რომელიც სპორტით არის და რაღაცას ვარჯიშობს და ამ დროს სახეზე ძალიან ბედნიერი გამომეტყველება. შეიძლება დააპროგრამო შენი განწყობა. ერთხელ წარმოიდგენ, მეორე წარმოიდგენ, 3-ჯერ 4-ჯერ ეს კლიპი უნდა ნახო. მე წარმოიდგენ რომ შიგნით შეხვედი. წარმოიდგენ რომ პირველ პირში გადიხარ ერთხელ, მეორედ, მესამე. შემდეგ ისევ გვერდიდან. ერთხელ ნახე, მეორედ მესამე. ანუ 3-ჯერ გარედან, 3-ჯერ შიგნიდან. აი ეს რო გააკეთო, ну რა უნდა 5-10 წუთი. რაღაცა დღეების განმავლობაში რო აკეთო ეს, ხო? ზოგს 3-ჯერ ჭირდება ამის გამეორება, ზოგს 30-ჯერ. რაღაც მომენტში აღმოაჩენ რომ ზუსტად ესე იქცევი, თან ყოველგვარი თვითკონტროლის გარეშე, ძალდატანების გარეშე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ნებისყოფის ძალით საკუთარი აზროვნების, ემოციური მდგომარეობის, ქცევის ცვლილება არის ძალიან ენერგოტევადი. ბევრი ენერგია ჭირდება, რომ ჩემი თავი ვაკონტროლო. მე საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი ქმნის დაძაბულობა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოსახვა და გამეორება იმისთვის, რომ შევქმნათ ეს ცვლილებები და საინტერესო რა არიცით, ესეთნაირად შექმნილი ცვლილებები ძალიან მზრად შემთხვევით ცხოვრება გაკვეს მერეს. იმიტომ რომ სტაბილურია, ჩანსახია, გაცნობიერებულ გააზრებულია.